მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრობო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი და მე ვარ ცაგა. დღეს მინდა გესაუბროთ გარკვეულ პრობლემებზე, რომელსაც ვამჩნევ ფეხბურთში ამ ბოლო დროს და რომლებიც ესე ჩთაბეჭდილება რჩება, რომ მოდის ძირითადად ბრიტანეთიდან. თუ სულ მთლიანად ბრიტანეთიდან არა. და მინდა რომ ცოტა დაწვრილებით ჩავუყვე ამ პრობლემებს, რაზე არის საერთოდ საუბარი და რატო ამოვიჩემე მაინდამაინც ბრიტანეთი, როდესაც მე თვითონ ვარ პრემიერ ლიგის, ზოგადად ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი და რატომ მაინდამაინც აი ამათი წამოწყებული თემები არის ისე, რომლებიც მე არ მომწონს და რატომ ვთვლი, რომ ესენი ქმნიან გარკვეულ პრობლემებს, რომელიც მე მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში გადადის. პირველ რიგში არის ის მომენტი, რომ გვინდა არ გვინდა, ინგლისური არის საერთაშორისო ენა, ინტერნეტი არის ინგლისურად, ასე რომ ვთქვათ რა. და ამის და გამო ინტერნეტში ძირითადად, ასე ვთქვათ, რაღაცა საითგაისის ფლაგმანი არის ინგლისური მედია და ინგლისელი გულშემატკივრები. იქ არის დამკვიდრებული ეს, fan channel-ები, მთელი ეს კულტურა, რაც ამას მოყვება და აი ეს მთელი დიდი რაღაც სისტემა მეგაფონივით აჟღერებს ინტერნეტში უფრო აი ბრიტანულ მოსაზრებებს და მე ეს ზეგავლენას ახდენს თელ ფეხბურთზე, იმიტომ რომ რაღაცა წარმოდგენა რჩება ისეთი თითქოს რომ აი ეს აზრები რაც აი 1-2 რამდენიმე კუნძულიდან მოდის არის ყველა ფეხბურთის გულშემატკივრის აზრი და რაც ესე არ არის და მე ორი კონკრეტული პრობლემა დავინახე რაც აქვთ ბრიტანელებს და არ აქვს არავის სხვას. პირველი აქედან არის ზოგადად მათი დამოკიდებულება ვიდეო რეფერისთან, ვართან. ესე იგი, აგერ აი ამ შაბათ-კვირას იყო ინგლისის თასი FA Cup-ი და იქ ესე იგი რექსემი ჩელსის შეხვედრა გამოდგა განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო, იქ დამატებით დროში გადაწყდა მატჩის ბედი და დამატებით დროში სანამ გადავიდოდა თამაში იქ რექსემს ერთი კაცი გაუგდეს და გაუგდეს პირდაპირ წითელით, ასე ვთქვათ, მსაჯით დაუძახეს ეკრანთან, მიცა პირდაპირ წითელი მაღალი ვარდნისთვის გარნაჩოზე, ანუ მცველმა გარნაჩოს გვერდიდან ვარდნისას წვივში ჩაარტყა ფეხი მუხლულის ოდნავ ქვევით, რა. ესე იგი, საკმაოდ სახიფათო ვარდნა, ამაზე წითელი მიცეს. ეს ერთი. და მეორე ეპიზოდი იყო უკვე დამატებით დროში, როცა 3-2 აგებდა ვესთემი და იქ 3-3 გახადეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა მერე, ესე ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა და იყო თამაშგარე. საკმაოდ მცირე თამაშგარე, მაგრამ იყო თამაშგარე. და ამის გამო მოკლედ, ესე იგი ატყდა ერთი ამბავი ინტერნეტში, ვინც კი არ იყო ჩელსის გულშემატკივარი, ყველამ დაიწყო ერთი რა ვიცი მოკლედ თმები დაიპუტეს უყველამ, იმიტომ რომ ეს რექსემი გამოვარდა იმის გამო, რომ კაცი გაუგდეს და მერე გოლი არ ჩაუთვალეს და ყველაფერი ეს არის ვარის ბრალი, რომ მოაშორეთ ეს ვარი, გადააგდეთ ნაგავში, რაღაც შეგვიძლია, რაღაცა ასე. და ეს არის ჩემი აზრით, ეს არის არ ვიცი მოკლედ სული სისულელე, პირდაპირ ვთქვათ რა. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი საფეხბურთო სამყარო ინგლისის გარდა თანხმდებით, რომ ვარი, როგორც სისტემა არის კარგი და არის სასარგებლო და ბევრად მეტი სარგებელი მოუტანა ფეხბურთს, ვიდრე ზიანი. აი, მე მგონი ეს კონსენსუსი დანარჩენ საფეხბურთო სამყაროში არსებობს, რომ საბოლოო ჯამში ეს არის კარგი და უფრო ადრეც კი უნდა დაგვენერგა. და რა სადაც შეიძლება ყველგან უნდა იყოს, ხო? იმისი პრობლემა არ არის, რომ რაღაცა მომენტი, რაც შეიძლება საჭირო ვერ დაინახა მინდორზე, ან ვერ დაინახა სწორად, ნახოს კიდე ერთხელ და მიიღოს საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ესე არ ხდება. ბევრი ისედაც საკამათო მომენტია და ზოგი იტყვის, რომ აქ იყო წითელი, აქ არ იყო წითელი, აქ იყო 11 მეტრიანი, აქ არ იყო 11 მეტრიანი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ანუ ბევრი მომენტი გვინახავს, როდესაც ერთი და იგივე კონტექსტში სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიღებულა.
და ეს არ არის ვარის პრობლემა, ეს არ არის იმის პრობლემა, რომ ადამიანს აქვს საშუალება, რომ მომენტი ნახოს დაწვრილებით და გაარჩიოს და გამოიტანოს დასკვნა, ხო? ამის პრობლემა კი არ არის, ეს იმისი პრობლემაა, რომ მსაჯებისთვის არ არის წესები განსაზღვრული მაქსიმალურად მკაფიოდ, შავი თეთრზე, რომ ამ მომენტში არის წითელი, ამ მომენტში არ არის წითელი. ამ დროს არის თეთრმეტრიანი, ამ დროს არ არის თეთრმეტრიანი. ხო, ანუ ესე შავი თეთრზე არ არის დაწერილი და არ არის ფეხბურთი მათემატიკა და ზუსტი მეცნიერება, რომ მართლა ესე გააკეთო. თითოეულმა მსაჯმა უნდა თავისი ინტერპრეტაცია მიცეს მომენტს, რომელიც საკამათო არის, რა მართლა შავი თეთრზე თუ არის, ხო, მაგ შემთხვევაში, ნუ გასაგებია ეხა იქ მარადონამ ხელით გაიტანა გოლი, მაგას ყველა გააუქმებდა, ხო, მაგას არ უნდა კამათი, მაგრამ მეორეს მხრივ არის საკამათო ინციდენტები, სადაც ნუ სხვადასხვა მსაჯმა შეიძლება სხვადასხვა დასკვნა გამოიტანოს, ხო? კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ვარის და ეს არ არის სისტემის პრობლემა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სისტემა უნდა გადავაგდოთ და აღარ გამოვიყენოთ, იმის გამო, რომ ის მსაჯი უყურებს, ხო, ისევ იმ გამეორებას და თუ ვერ გამოაქვს სწორი დასკვნა, იმ მსაჯების გადამზადების პრობლემაა და არა სისტემის. ეს ერთი. და ეს არის ფანებში უფრო რა, ნაკლებად არის მედიაში და ფანდითებში და ეგეთ იმაში, ფანები უფრო იმას აწვევიან და განსაკუთრებით ქვედალიგელი გუნდების ფანები, რომ არ გჭირდება ვარი და განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის იმათი ხმა, ვინც მაგალითად ჩემპიონშიპიდან გადმოდის ხოლმე პრემიერ ლიგაში და ჩემპიონშიპში არ არის ვარი და პრემიერ ლიგაში არის და მერე იქ იწყებენ ხოლმე გატრაკებას რა, რომ აბა ეს რა არის და აბა ისა და აბა ისა. საბოლოო ჯამში ვარი გვაძლევს უფრო სამართლიან ფეხბურთს და რატომაც ინგლისში ძალიან ბევრი გულშემატკივარია, ვისაც ფეხებზე კიდია სამართლიანი იქნება თუ არ იქნება სამართლიანი, იმას უნდა რომ გოლი რო გავა, ეგრევე წამოხდეს და იყვიროს და ისაქნას რა. ანუ მაგას მაინც აკეთებ, პროსტა ცოტა დაგვიანებით, არაფერს არ იმაშვება ეგ რა. ეხლა ჩვენ ქართულ გულშემატკივრებს ყველაზე მაგრად გვაქვს დაცდილი იქ გენაცვალე იმას საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგს გოლი გაუქმეს ჩვენთან თამაში, წამოიღეს უკან და საერთოდ კაცი გაუგდეს და ჯარიმა მოგცეს ჩვენ. ანუ მაგაზე უკეთესი რა უნდა აღნიშნო ფეხბურთში გოლი გაგიტანეს, ის გოლი ტიპებს გაუქმდა, კაცი გაუგდეს და კიდე ჯარიმა გაქვს დასარტყმელი. ანუ მაგაზე მეტი შენ რა უნდა აღნიშნო? ეგეც არის რა, ვაფშე სხვა რაღაცის აღნიშნვის საშუალებას გაძლევს რა. ის რო სიტყვაზე შენკაში გოლი გავიდა და რაღაცა ვაიმე წავაგეთ ისე ხარ და უცბად ოპა არაფერიც არ გასულა, არაფერიც არ წააგე რა. ძალიანაც ისა გადარჩი მაგასაც აღნიშნავ, ანუ შეიძლება იმ წამსვე რაღაცა შენი გოლი ვერ აღნიშნო, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში სამართლიანად ის გოლი არ ჩაითვალა, ზატო იმას აღნიშნავ, რომ შენ კარში უსამართლო გოლი გავიდა, იმას არ ჩათვლიან რა. და ძალიან ბევრ მომენტში ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთის ისტორია შეცვალა, არა თუ კონკრეტული თამაშის ბედი, ხო? შეიძლება სხვანაირად მიეღოთ. ხო და სისტემა თვითონ არის კარგი, ამას ძირითადად წუწუნებენ ხოლმე ფანები. ეხლა რაც შეეხება მეორე თემას და ეს არის ხელით თამაშის თემა. მოკლედ და ეს არის აი ჩისტად ინგლისელების შემოგდებული რაღაცა რა. მე რა ვიცი, სხვა ენაზე მე არ ვსაუბრობ და სხვა ენოვანი ასე ვთქვათ, გადაცემები და ისინი არ ამაქვს მე ნანახი, არ ვიცი ხო ფრანგები რას ამბობენ და ესპანელები რას ამბობენ, მაგრამ მე ძირითადად ამებს ვღებულობ სოციალურ მედიით, Twitter-ით, YouTube-ით, Facebook-ით, სადაც ხელი მიმიწვდება, სადაც ვიღაც აზრი შეგიძლია მოისმინო, ხო? და როცა ვხედავ რომ ტიპი არის ინგლისური აქცენტით გელაპარაკება YouTube-ზე, ინგლისური სახელით და გვარით და წერს სოციალურ მედიაში და რაღაცა, ეგრეთ ტიპს ძირითადად აქვს ხოლმე ის მოსაზრება, რომ ხელით თამაშზე აქვს არათანმიმდევრული მოსაზრება. მოდი ესე ვთქვათ რა. ესე იგი, რა არის არათანმიმდევრული? ვერავინ, ჩვენ რეალობაში, ჩვენ რო ვართ, აი ქართველები და უყურებთ ფეხბურთს, ვეღარ გავიგეთ, როდის ინიშნება ხელით თამაშზე ჯარიმა ან პენალტი და როდის არ ინიშნება. მე აბსოლუტურად ყველა კომენტატორისგან ალბათ მომისმენია ეთერში, რომ ანუ რა ვიცი, აქ ეხა უნდა იყოს წესი და არ დაუნიშნიათ, ანუ პირიქით, ეხა ალბათ არ დანიშნავენ და დაუნიშნიათ. ანუ უკვე კომენტატორები ისიც არის, რა ქვია, სამსახურებული მოვალეობაა, რომ ეს გაარჩიონ ეს ყველაფერი და უყურონ თამაშებს და იმსჯელონ და რაღაცა, ხო? ამ ადამიანებსაც კი უჭირთ იმის გარჩევა, როდის არის თერთმეტმეტრიანი და როდის არ არის თერთმეტმეტრიანი და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ
აი ეს ინგლისელები აწვევიან იმ თემას, რომ ყოველთვის არ უნდა იყოს ხელი თამაშზე 11 მეტრიანი. და რატო ვერ გავიგე? ანუ ის რომ მაგალითად აი ტიპი ეცემა და ხელით ქვევით ეყრდნობა, ხო? ან ბუნებრივი რაღაცაა და ნუ იმ მომენტში მოხდა ხელში ხა. გენაცვალე მაგსეთ დროს თუ ბურთი კარში მიდის, ანუ ცარიელ კაცს მიდის და იმას გოლი გააქვს, ხო? რატო არ უნდა დაინიშნოს პენალტი? მესმის რომ შემთხვევით ხდება და აბსოლუტურად არა აქვს იმ ადამიანს იმისი განზრახვა რომ ეხა აქ რო ხელს დადებს, ამით ბურთს გააჩერებს. გასაგებია რომ შემთხვევით ხდება, მაგრამ უმეტესი ჯარიმა და უმეტესი რაღაცა შემთხვევით ხდება, ხო, ფეხბურთში. ანუ უმეტესწილად არავის არ აქვს იმისი განზრახვა, რომ პატკაჩი რო წავა, კაცი წააქციოს და ყვითელი მიიღოს. ამის განსხვავებით რა თქმა უნდა იმას უნდა რომ ბურთი აი იმას ქნას. ბურთზე ითამაშოს და ბურთი დაიბრუნოს, ხო? იმის განზრახვა ვაფშე არ აქვს რომ ჩაარტყას ტიპს, მაგრამ ნუ ის ადრე ეხება მოწინააღმდეგე და ეს ურტყავს იმას. ხო ხდება, შემთხვევით ხდება ეს. არა ამაზე უმეტესი ჯარიმა და უმეტესი დარღვევა ხდება შემთხვევით, ხო? რეალურად არავის ინტერესებში არ შედის რომ დაარღვიოს თამაშის წესები, რომ გარდა რაღაცა ტაქტიკური ჯარიმებისა, ხო? ან რაღაცა აუძე გადააგდე, იმიტომ რომ კარში ურტყავდა ვიღაც, ხო? არ არის პრობლემა ეგეთი, მაგრამ უმეტესი დარღვევა ხდება შემთხვევით და ის რომ შენ დაუნებურად ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ შენ რო ხელი არ გქონოდა, ხო? იმ პოზიციაში ის ბურთი წავიდოდა კარებში და გოლი გავიდოდა, ან მიუვიდოდა ვიღაცას და ის გაიტანდა გოლს, ხო? ბოდიში რა, ეხა მაშინ უსამართლობა არის იმ ადამიანისთვის, ვისი გუნდიც ამით სარგებას ნახულობდა, ხო? იქ ბურთის გასვლით სარგებას ნახულობდა. და ეგეთი, აი ეგ მაგ მომენტი შემოტანა, რომ იქ ვიგულისხმოთ და გავითვალისწინოთ ფეხბურთელის განზრახვა, ეგ ქმნის ძალიან დიდ აი გრეი ერიას ასაც ეძახიან რა. ძალიან დიდ. იმიტომ რომ მან უკვე რანაირად გინდა შენ განზრახვა ვიღაცა ტიპის დაადგინო მოედანზე. ეგრე ვიღაცა ამ ზოგი შემთხვევით მოხდა, ვიღაცა ძალით იზავს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა განიზრახა, ხო? ყველაზე სწორი და ყველაზე კარგი და თანმიმდევრული იქნებოდა, რომ ხელით თამაში ნებისმიერ შემთხვევაში დაფიქსირდეს და ყველა შემთხვევაში დაიდოს ან ჯარიმა და გოლი არ ჩაითვალოს, ან პენალტი და ნუ რაც იქნება, ხო, როგორც არის გადაწყვეტილება მისაღები. ჩემი აზრით ეგ არის თანმიმდევრული, ეგ გაადვილებს მსაჯებსაც მუშაობას, უფრო მკაფიოდ იქნება წესი გაწერილი და ყველანი იმას ვიზავთ რა ქვია, გავიგებთ, როდის უნდა იყოს 11 მეტრიანი და როდის არ უნდა იყოს 11 მეტრიანი და აი მოდი გამონაკლის შემთხვევებს ვთქვათ, ეს ჩემი აზრია, მე ამას არავის თავზე არ ვახმოვ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრი არის ესეთი, რომ ხელი თამაში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ანუ ბურთი ხელში მოხვდა ფეხბურთელს, მაგრამ ხელი ვაფშე ხელი რო არ ქონოდა, უხელოდ რო დაფადებულიყო, მაინც მოხდებოდა რა. ანუ აი რაღაცა ესე თუ გაკაფარებული, ხო? აი სახეზე აიფარა ესე მაგალითად, ხო? და ხელი რო არ აგეფარებინა სახეზე, სახეში ხდებოდა, ხო? აი მაგ დროს კაი, არ დავდოთ. აშკარა ადამიანმა ნუ აიფარა სახეზე, ინსტინქტურად აიფარა სახეზე, აიფარა რავიმე ფეხებს შორის მიიფარა ხელები, ასე რაღაცა აი მიდებულს რასაც ვეძახით იმას, ხო? და ეგეთი მომენტები ან სიტყვაზე გვერდიდან რაღაცა ესე იდახში მაგალითად აი შეიძლება აქედან წამოსული ბურთი მოხდა იდახში, ხო? იქეთა მხრიდან წამოსული ბურთი მოხდა იდახში, თუნდაც ესე გაწეული დაგვიქონოს, სულ აქ ხელი არ მქონდეს, მაინც ხომ მოხდებოდა რა. და ერთადერთი მაგ შემთხვევას დავტოვებდი. მე საერთოდ ეგეც არ მინდა რომ დავტოვო თუ რანაირად არ უნდა მოხდეს ხელზე. მართლა მიდებულს რასაც ვეძახით ისე თუ არ ქონდა ხელზე თუ მოხდა, მაინც პენალი დაიდოს, მე საერთოდ მაგას ვემხრობი, მაგრამ თუ გამონაკლისია მაინდა-მაინც დასაშვებ ჯანდაბას იყოს ეგრე რომ აი თუ აი ხელი რო საერთოდ რო ხარსქვევით არაფერი რო არ ქონოდა ადამიანს, მაინც თუ მოხდებოდა ტანში ან თავში ბურთი, მაშინ კი ბატონო. იქ უკვე ისენი აღარ დავიწყოთ რომ აი აქ ასხლეტა იყო და იმის მერე მოხდა და იქ ხელის გაწევა ვერ მოასწრო და ხელს ეყრდნობოდა. კაი რა, იმენა აი ბებია ჩემს რო ბორბლები ქონოდა მოტოციკლეტი იქნებოდა რა. ანუ არ შეიძლება ეგრე. წესიერად უნდა გავწეროთ წესი, რომ ამ წესს მერე ხალხი მიყვეს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გვაქვს არათანმიმდევრული მსაჯობა და მერე ვიღაცა უეჭველიც უწუნებს რა. ვიღაცა უეჭველი, ნუ ვიღაცა ვისი გუნდის დასარალ და იმის ფანიც უწუნებს უეჭველი.
შენ გუნდს იმას ქნეს, რა ქვია, დაუდეს პენალი ეგეზე, მერე მოწინააღმდეგე გუნდის ფანიც უწუნებს და პლუს იმას, ვისაც შენი გუნდი არ ევასება და პირიქით მერე. აი ეგ პრობლემები იქნება რა, ხალხო და მაგიტომაც ეს მოდის ინგლისიდან. დალშე ყველას თელ სოფლიოში აქ ის აი თითქმის ყველას რა ეხა მართლა ვიძახი მე რასაც ვნახულობ და არავი ფაქტიურად ყოველ დღე შევდივარ ამ ასეთ ხალხთან პოლემიკაში ну პოლემიკაში რა მაგრამ პატარა დისკუსიაში ინტერნეტში თითქმის ყოველ დღე შევდივარ და უმეტესწილად ვინც არაინგლისელია იმას აქ მოსაზრება რომ ყველაფერი იყოს პენალი ყველაფერი რა და იმასეც თამაშგარეებზეც იგივე და თანმიმდევრულ საჯობაზე და ვარზე აქ ისეთი მოსაზრება რა ანუ ბინალური მოსაზრება ასე ვთქვათ რა ანუ ვარი კარგია მაგრამ საჯები ცუდი და ხელზე იყოს ხელი ყველაფერი იყოს ჯარიმა და მიუყვეთ ამას რა და ძალიან ბევრი ვიღაცა აი მაგალითად მარკ გოლდბრიჯი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პოპულარული ბრიტანელი იუთუბერი ვის აი ფეხბურთის საფეხბურთო იუთუბერი მოდი ასე ვთქვათ ეგეც აი რექსემის თამაშზე უწულებდა იმაზე რომ აბა რა არის ეს ეგ უიმედე და რექსემი როგორ არ გავიყვანეთ პირდაპირ ფინალში დაგვესვა რექსემი ძმაო პირდაპირ ფინალში დაგვესვა ვაფშე ნუ ათამაშებდით ამ თამაშს და მაგაზე წუწუნებენ ბიჭო ტიპები რომ სამართლიანად გოლი არ ჩაითვალა და სამართლიანად კაცი გაუგდეს რა ვქნათ ეხა ვის უნდა იმის რა ქვია იასნა შენი გუნდი თუ არის გასული შემდეგ ეტაპზე გირჩევნია რექსემი შეხვდეს ვიდრე ჩელსი ბევრად გირჩევნია იასნა და იქ ეხა რამდენჯერ უნდა აყვავდეს ძღნერი და რამდენჯერ უნდა იმას ხნას ამ რექსემა პრემიერ ლიგის გუნდი გამოაგდოს ხო ამიტომ შემდეგ ეტაპზე თუ გადიხარ გინდა რექსემი იასნა გინდა რექსემი მაგრამ მოდი რა ჯერ სამართლიანად გავიდეს ის რექსემი თუ ვინც გადის იმ ეტაპზე და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე რომ იქ აი თასის მაგია და რაღაც და ამ თასებზე ძალიან ჩამოკიდებულები არიან ინგლისელები რა და ეს ის არა ქვია ლიგის თასი და FA თასი ну FA თასი კიდე ისეთი ტურნირია რომელიც რაღაცა 1000-დან და ბაბადან მოდის პირველი ტურნირი არის ვაფშე საფეხბურთო რაც კიდევ ყოფილა და ეს ლიგის თასს არ აუქმებენ იმიტომ რომ იქ ვიღაცა მეოთხე ლიგელი თუ პრემიერ ლიგელს შეხვდა ხო ის გუნდი მერე კიდე ერთი 6 წელი იარსებებს და აი მაგ ამან ყავთ 96 თუ რაღაც 100-მდე პროფესიონალი გუნდი არის ინგლისში 4 პროფესიონალური ლიგა 4 პროფესიონალი ლიგა და ანუ არც ერთ სხვა ქვეყანაში ძირითადად არის 2 პროფესიონალი ლიგა და დალშე ისენი რა ქვია ნახევარ პროფესიონალები და არაპროფესიონალები 3 მაქსიმუმ 4 პროფესიონალი ლიგა არავის არ აქვს ბიჭო არავის არ აქვს სხვას და ესენი წურავენ რომ აი მეოთხე ლიგაში რომ ვიღაცა იმა რა ქვია მენსფილდი ეხლა ეთამაშა იმას არსენალს ეს მენსფილდი კიდე ერთი 6 წელი იცოცხლებს რა ანუ აი მე იმით კი არ უნდა ისაქნა რა ქვია აცოცხლო ეგ მენსფილდი აი და ის თუ გინდა მენსფილდის ყოფნა არ ყოფნა თუ გიწყვიტავს იქ რაღაცას მე მაგით კი არ უნდა აცოცხლო გუნდი რომ ეგება პრემიერ ლიგას შეახვედრო და იქ ისა რა ქვია მე კაი ფული შემოვიდეს ამას ტრანსლაციიდან თუ ბილეთებიდან თუ როგორც იქნება მაგაზე იმაზე უნდა იზრუნო რომ ის იყოს რა ქვია თვით sustainable რა ანუ თვითყოფადი იყოს ეს გუნდი ხო და იმაზე კიდე იგივე პრობლემები ჰქონდათ მაგაზე აი ამ FA თასზე ადრე იყო ხოლმე გადათამაშებები ადრე ვაფშე იყო სანამ ვიღაცა არ მოიგებდა იქამდე გადათამაშება იყო ბიჭო ანუ შეიძლება ერთი 4 გადათამაშება გეთამაშა და ფინალშიც ანუ სრული დებილიზმი იყო ის კი არა რომ ერთი გადათამაშება და რაღაც არა იმენა პრემორჩა გადათამაშება ის გადათამაშება პრემორჩა კიდე გადათამაშება და კიდე რამდენიც კიდე გადათამაშება დაინიშნებოდა პრეთ უთავრდებოდა თამაშები და მე გადათამაშებები რომ გააუქმეს მაგას დაიწყეს ჯერ ლიგის თასში გააუქმეს გადათამაშებები მე FA-ზე გააუქმეს და მაგაზე კიდე რამდენს ატრაკებდნენ ბიჭო რომ გადათამაშებები როგორ გაგვიუქმეთო რა გადათამაშება იმდენ თამაშია ისაც ფეხბურთში კიდე გადათამაშებები უნდა ათამაშო ეხლა შენ ვიღაცა მეოთხე ლიგის გუნდის ფანი რო ხარ შენ ფიქრობ იასნა შენი გუნდის იმიდან რა ქვია პერსპექტივიდან რომ აი მე ეხლა ჩვენ მაგიტო არის ხოლმე ის ძალიან ხშირად რომ აჩვენებენ რომ იმათ რა ქვია ვიღაცა სამოყვარულო გუნდს მეხუთე მეექვსე ლიგიდან შეხვდება ხოლმე
იქ ვიღაცა Manchester City და ამათ ბიჭო უხარიათ კენჭისყრას უყურებენ ლაივში და უხარიათ რომ Manchester City შეხვდა. გამოვა ეს Manchester City მესამე შემადგენლობით მოწნავს ამას ტრაქში და გაუშვებენ სახში, ანუ შეთავაზულო არ გირჩევნია ვიღაცა ბანძი შეხვდეს, ვისთანაც მოგების შანსი გააქვს. რა თქინდა იმ ეტიჰადზე ჩახვიდე და იმ Manchester City გადაგირბინოს თავზე, ხო? ვიღაცა შენი სტანატიპი ნახე რომ შემდეგ ეტაპზე გახვიდე და ფულია, ეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. შემდეგ ეტაპზე გადი და სადღაცა შეხვდება მაინც ის Manchester City და ის Liverpool და ის Chelsea და ის Manchester შეხვდება ისევე და დაწერ იმპულს, ნუ გეშინია შენ იმაზე იზრუნე რომ შემდეგ ეტაპზე გახვიდე. რაც უფრო შემდეგ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო დიდი შანსია რომ კაი გუნდი შეხვდეს, ხო? მაგარი სისულელეა მაგაზე. მაგი რო უხარიათ ბიჭო ძლიერი გუნდი შეხვდაო, ვაშაო. რა გიხარია ბიჭო ის ძლიერი გუნდი გამოგისპოს ტრაქში. ხო და აი ეგ ვის არის რა ამ ინგლისში ეგრე არ არის რომ ყველა Chelsea-ს და ყველა იმ ან დიდი გუნდების გულშემატკივრები არიან. იქ ყველა პატარა ქალაქში თავის გუნდია და ყველა იმის გულშემატკივარი არის რა რაღაცა იქ რავი რო ჩახვიდე შრუსბერიში, შრუსბერის გულშემატკივრები არიან რა. შრუსბერის ფანები არიან. ზბაო და იმას ვაფშე არ უყურებ შენ იმას რა ქვია. Arsenal Tottenham's ტელევიზორში ვაფშე არ უყურებს, სტადიონზეა მისული გერაცვალე შრუსბერი ოლდემი არის თამაში. ხო და აი რა ვიცბაო ეგეთი მეებს რა ქვია მე მაგათი ფანები ანუ ინგლისში კონკრეტულად მაგათი ფანები ძალიან ბევრი არიან და მე მაგათი ძალიან ხმალა ისმის და მე ესეც აიტაცებენ ის ფანდითები და ისინი და იგივე ეს ბაზრობენ ანუ გამოდიან მე ეგ შენი კარაგერები და ნევილები და როიკინები და ვიღაც ასტავი და ბაზრობენ ტელევიზორში იმას რომ აუ რა წესია რომ ეხა იქ რექსემს გოლი არ ჩაუთვალეს და ბიჭო თამაშგარეში იყო ტიპი ამ ხელათი იყო თამაშგარეში ამ ხელათი იყო თუ მთელი სტადიონით იყო თამაშგარეში არ მნიშვნელობა თამაშგარეში იყო ხო სადღაცა ხაზი ხო უნდა გაიგოს ამის დედავატირე და მაგიტო მერე გამოდიან და ნუ ბულიუს იასნა ეხა ბევრს უნდა რომ იქ რექსემი გავიდეს უმეტესი ადამიანი ის ჩელსის გულშემატკივარი არა იასნა რექსემისგან მეც ვიყავი რექსემისგან მაგრამ რა ვქნა ეხა ვაჩუკოთ ბარემ ვაჩუკოთ ბარემ ვაფშე გამოვა Chelsea იმ თამაშს ათამაშოთ და 3-0 მოგება ჩაიწერონ ავტომატურად და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. რა პრობლემაა? რა და ეხლა სპორტული პრინციპები უნდა დავიცვათ და წესი არის წესი რა. და იმ წესს არ აინტერესებს ამ ხელათი არის თამაშგარე, ამ ხელათი არის თამაშგარე, ამ ხელათი არის თუ 3 კილომეტრით არის. არ აინტერესებს. წესი არის წესი, არის ბინალური წესი. არ ხარ თამაშგარეში, არ ახარ თამაშგარეში. ეგრე მაგის დედავატირე გოლზეც ეგრე გავატრაკოთ რომ ამ ხელათი გავიდა გოლიო ეგ რა ჩასათვლელია ხო იმის რა ქვია ლამპარტმა რო მას გაუტანა გერმანია სოფლიო ჩემპიონატზე და კაი შიგნით რო დავარდა ბურთი ეგრე ეთქვა ნოიერს რომ ასე ამ ხელაზე გავიდა შიგნით ბურთი ამდენი იყო ბურთსა და ხაზს შორისო და ეგ ამდენის დედავატირეო რა რატო უნდა ჩაითვალოსო ეგ გოლიო ხო ამ პირიქით იმის რა ქვია Stones-მა რომ Manchester City Liverpool-ის თამაში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. და ამდენით ეხებოდა ბურთი ხაზსო და ბარემ ჩავთვალოთო ესო გოლიო, ხო? ანუ აი ძალიან სისულელეში გადადიხარ მე უკვე რა. ის თამაშგარის ხაზი რო არ ჩანს და არა დახაზული ასე პირდაპირ, ხო? ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვირტუალურად ის ხაზი არ არსებობს. არა, ჰოკეისავით, სადაც იქ ხაზი არის პირდაპირ დახაზული და ამის იქით თამაშგარე, ამის იქით არა. ეგეთი რაღაცა არ არის. იქ არის პირდაპირ და აღიქვა მე კომპიუტერულად გიხაზავენ გენაცვალე იმ ხაზს და დაემორჩილე გინდა ანუ კეთილი ინებე და დაემორჩილე წეს რა მე ვენგერის თამაშგარე რაც არის და იქ ახალი წესი მაგაზე კიდე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ ის კიდე ცალკე საბაზრო არის რა მაგრამ ამ ეტაპზე პრინციპში ეგ არის რომ ძალიან და აი სოციალურ მედიაში არის სუ ეს იმ ყველა ვიცით ინგლისური და სუ ნახულობთ ამას იმ კარაგერებს და იმ ნევილებს და იმ იმებს რა ქვია იქ შირერებს და ვიღაცებს ხო სუ ამათ ბაზარს ნახულობ რა ეხა იმას რა იქ რავი როზის რა ვიცი მაგალითად იეროან გუტიან რავი მინმე რა მნიშვნელობა აქვს იმაში რა ქვია ესპანეთის სადღაცა სტუდიაში და იქ რაღაცას ლაპარაკობს ის ესპანური ძმა უმეტესობა ჩვენ არ ვიცით და იმას არ უყურებთ და იმის აზრს ვერ ვისმენთ ისე კარგად და იგივე დღეში არის სოფლიოს უმეტესი ნაწილიც ხო და მაგიტო ამათ აზრს მეტი წონა ექმნება რა ეგრე გამოდის რომ
ესენი რომ ამბობენ, მე ამას იყოლებს ვიღაცა არის ისეთი ტიპი, რომ აი კარაგერმა ესე თქვა, значит ესე უნდა იყოს, ან ნევილმა ესე თქვა, значит ესე უნდა. არ არის ეგრე, ხო? შენ ადამიანმა შენი აზრი უნდა იმას, შენ თვითონ დააკვირდე და შენ თვითონ ნახო დაფიქრდე და გამოიტანო დასკვნა, ხო? მაგრამ ეგ სხვა თემაა, პროსტა იმას ვამბობ, რომ ინგლისური გუნდების ფან ჩანელები არიან ძირითადად ყველაზე წინ წამოწეული, ხო? ანუ ინგლისურ ენოვნები არიან, უამრავი გულშემატკივრები ყავთ. მეც ვარ დაჟე Redman TV-ის ერთ-ერთ ვიდეოში, კლოპის სამადლობელ ვიდეოში მეც ვარ. ანუ მართლა ვამბობ. პირთან რაღაც ერთ-ერთი პირველი ვიჩიტები ნარიყალას ციხეზე ვარ ასული და იქიდან ვიღებდი ვიდეოს. მაგდენზე მიუწვდებათ ხმა რა მაგ ტიპებს და იქ რო არის ეგ იმას რა ლივერპულის და არსენალის და მანჩესტერის და ჩელსის და ტოტენჰემის და მანჩესტერ სიტის ამა ძალიან მილიონობით და მილიონობით ფანები ყავთ ხო ამათ რა შეიძლება ეხა რეალს და ბარსას უფრო მეტი ფანი ყავთ ვიდრე ამას მაგრამ იმათი ფანჩანელები არის ესპანურ ენაზე ხო თუ ვინმე იღებს იმათ კონტენტს ისინი იღებენ ესპანურ ენაზე და მიხელა წვდომა არა აქ ამ კონტენტს როგორც ამაცას და გარდა ამისა მე არის იქ კიდე სხვადასხვა გუნდები არის იქ იმაზე რაღაცა იქ ნიუკასლს და ასტონ ვილას და კიდე რაღაცა შემდეგი იმის რა ქვია საფეხბურთის გუნდებს იმათ კიდე თავისი ფანჩანელები ყავთ ისინი თავისას ბაზრობენ თავის პოდკასტები და რაღაცა ვიღაც ტიპები არიან კიდე ფანჩანელები არ არიან მაგრამ თავისი მასაკეთებენ აი მარკ გოლდბრიჯი ეგეთი არის და თრუ ჯორდი და ვიღაც ეგეთი ტიპები KSI დაჟე KSI ფანჩანელი არა მაგრამ ნუ ფეხბურთის იმით გაიტყვა სახელი და ყველა ამ ადამიანის აზრი ეს არის რაღაცა ინგლისში დამკვიდრებული მოსაზრება რაც არის ამას იმოშვებიან ატრიალებენ ესენი ამას ატრიალებს მაგათი მედიაც ეხლა ჩვეულებრივი მეინსტრიმი ეგ შენი კარაგერები და სკოლოზები და ვიღაცეები და მაგვესმის ყველას რა და მე შესაბამისად ის UEFA და FIFA იას ამათი ისა რა ქვია პრემიერ ლიგა და FA და EFL რა იას ამათ აზრს ითვალისწინებს მაგრამ მე დანარჩენი მსოფლიოს ამას აზრის გათვალისწინებას იწყებს უკვე რა და ისე გამოდის რომ ესენი თავიანთ პერსპექტივას ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს თავზე გვახვევენ და ამათ პერსპექტივა კიდე ჩემი პირადი მოსაზრებით არ არის სწორი და იმის ნაცვლად რომ საჯობა გახადოს უკეთესი პირიქით ხელს უწყობს საჯობის გაუარესებას ხო და რა ვიცი მე აი ამიტომ ამბობ რომ ეგენი ქმნიან პრობლემებს რა არა მაინდა-მაინც ისე მავნებლურად კი არ აკეთებენ ეხლა როგორც მე ვლაპარაკობ ჩემს ისინი ავლაპარაკობენ თავის აზრს რა მაგრამ რახან მე ქართველი ვარ და ჩემი აზრის მოსმენი მაქსიმუმ გაწელე გამოწელე 5 მილიონი კაცი იყოს იმაზე ხო იმათი აზრის მოსმენი არის 2-3 მილიარდი ადამიანი რა ვინც კი ვინმე ინგლისურად საუბრობს ხო პოტენციურად შეუძლია გაიგოს და აზრი იქიდან გამოიტანოს. სულ შეიძლება ფეხბურთი არ აინტერესებდეს, მაგრამ მასე გამოდის რომ იმათი აზრი გამოდის ყველაზე დომინანტი რა. და მე იმათ ვერგები დანარჩენები როცა რეალურად არასწორია და რა არის ამისი საპირისპირო ისა რამე ღონისძიება რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ეგ არ ვიცი მაგაზე მე პასუხი ნახდად არ მაქვს რა. მაგაზე მე პასუხი ნახდად არ მაქვს რომ ჩვენი დანარჩენ სოფლიოს რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის რომ აი ეგ პრობლემები რასაც ინგლისელები გვიქმნიან ვისაუბროთ რა რაღაცა დაუპირისპიროთ მაგას რომ ცოტა იმას ვქნოთ რომ თქვენში ხო არა გაქვთ რა ის იწევით რა იმიტომ რომ სხვას არავის არ აქვს მაგ ხელა პლატფორმა სხვას არავის არ აქვს ენის ეგეთი წვდომა და სხვას არავის არ აქვს ეგეთი აწყობილი სისტემა როგორც მაგათ აქვთ უკვე წლებია რა და მაგიტომაცაა პრემიერ ლიგა ეგეთი ძლიერი ფინანსურად რომ სწორედ ეგ ისა აქვს რა აი ეგ სისტემა და ენის ხელშეწყობა და ყველაფერი ეგ აქვს კარგად აწყობილი და მაგიტო თავის იმას ავრცელებენ ყველგან რა და გამოდის საბოლოო ჯამში ისე რომ ჩვენ მე პირადად ვფიქრობ საღად მოაზროვნე ხალხი ჩემი ცოტა დაჩაგრული და ჩემი ცოტა გაწბილებული იმიტომ რომ ჩვენი საღი აზრი იჩაგრება ასე რა ასე მე ყოველ შემთხვევაში მე ესეც ჩაბეჭდილება მრჩება რა ვიცი არ ვიცი გენაცვალეთ თქვენც დააფიქსირეთ თქვენი საღი აზრი კომენტარებში თუ ოდესმე საერთოდ ამას ვინმე შეხედავს მაგრამ რავი თუ შეხედავს დააფიქსირეთ და სიმართლე გითხრათ მე უბრალოდ მინდოდა ჩემი გული გადამეშალა თქვენთვის ამ კონკრეტულ საკითხზე და კიდე ბევრ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრებთ იქ ვენგერის თამაშგარის წესზე ვილაპარაკოთ შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატზე ვილაპარაკოთ საერთოდ ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს ეს მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში იმიტომ რომ ამაზეც მე ჩემი აზრები გამაჩნია
და რა კიდე ბევრი თემა მაქვს უცბად თავში ეხა ყველაფერი არ მომდის, მაგრამ მაქვს ბევრი თემა, რომელზეც მინდა რომ კიდე ვისაუბრო და თუ ვინმე ამაში ამყვებით და გააგრძელებთ საუბარს კომენტარებში ძალიან გამიხარდება. თუ არა და რა მაგის დავადირე მე ისე ჩემ თავს ველაპარაკები მარტო და ეგ კამერას მაინც ველაპარაკო. კაი ხალხო, აბა, მადლობა დიდი ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.